პირველ რიგში გვინდა გკითხოთ, როგორც ცნობილია, დაინიშნეთ საბურთალოს გამგებლად, რამ განაპირობა თქვენი წარდგენა ამ თანამდებობაზე? თუ შეგიძლიათ რომ შემოგვაყოფილოთ, მე შეეკითხებით. მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს და მინდა გამოგიტყდეთ, რომ ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ვაძლევდი საკუთარ თავს პირობას, რომ ავიღებდი ტაიმ-აუტს და არ დავთანხმდებოდი არანაირ საჯარო სამსახურში მუშაობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რადგან ვთვლი, რომ ნებისმიერ ადამიანს თავისი პროფესიული განვითარებისათვის სჭირდება გარკვეული დრო და ამ ტიპის ტაიმ-აუტების აღება, როდესაც იზრუნებს საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე და ასე შემდეგ, ეს ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლისათვის არის აუცილებელი. მაგრამ რამ განაპირობა ჩემს მიერ გადაწყვეტილების მიღება? იცით რა, დღეს არსებობდა რამდენიმე ვარიანტი ჩემს წინაშე. პირველი ის, რომ ამეღო ეს პროფესიული ტაიმ-აუტი, შესაბამისად ყოფილიყავი მოვლენების ჩრდილში და მე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, როდესაც მე კიდევ უფრო მეტად დარწმუნებული საკუთარ გამოცდილებაში და ასე შემდეგ, აუცილებლად ნახავდი ჩემს ადგილს იმ თავისუფალ ნიშათა შორის, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. და მთავარი აქ მონდომება, მთავარია კვალიფიკაცია და ამ ნიშას ნებისმიერი ადამიანი დაიკავებს, თუ არა საჯარო სამსახურში, შეიძლება იყოს ეს კერძო სექტორში და ასე შემდეგ. ასე რომ ამის პრობლემა არ არსებობდა. არსებობს მეორე ცდუნება ვითარებასთან დაკავშირებული, როდესაც ადამიანები ვადაზე ადრე ცდილობენ, რომ არ დაკარგონ აი ეს წვეთა საჯარო სამსახურთან და ირჩევენ სხვადასხვა ტიპის გზას. მათ შორის ერთ-ერთი გზა არის, რომ უარყო საკუთარი წარსული და თქვა, იცი რა, რაც ხდებოდა ქვეყანაში, მე ამასთან არაფერ შუაში არა ვარ, მე ვიყავი ფრთიანი ანგელოზი, დააბრალო ყველას ყველაფერი საკუთარი თავის გარდა და ამით მოიპოვონ დობა ახალი ხელისუფლებისა და საზოგადოების თვალში დობას რამდენად მოიპოვებ, ეს მეორე საკითხია, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს, შენი წარსულიც, შენი დღევანდელობაც და ადამიანები დაიმახსოვრებენ შენს მომავალ საქმიანობასაც. და იყო მესამე გადაწყვეტილება, როდესაც შექმნილ ვითარებაში ხედავ რა, რომ კონკრეტული მიმართულებით საჭიროა აიღო შენ პასუხისმგებლობა, არ გაექცე ამ ტიპის პასუხისმგებლობას და თქვა შენი სათქმელი. მათ შორის თქვა იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომელსაც მე წლების განმავლობაში ვემსახურებოდი, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მყოფი, ვიღებდი გადაწყვეტილებებს, რომელსაც მჯეროდა, რომ ეს გადაწყვეტილებები მივიდოდა თითოეული ადამიანამდე, თითოეულ ოჯახამდე და მოაგვარებდა ბევრ პრობლემას, მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა და ფაქტია, რომ გადაწყვეტილების უმრავლესობა რიგით ადამიანებამდე მისული არ არის. რა იყო ამის მიზეზი? როგორ შეიძლება ამ პროცესების გამოსწორება? როგორ შეიძლება თითოეულ ოჯახში მისვლა, რომელიც არასოდეს დაგვიანებული არ არის? აი ეს არის ჩემი ამოცანა და ხაზი მინდა გაუსვა. ეს არ არის არანაირი ჩაკეტილი და დახურული სისტემა, როგორც სამწუხაროდ ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ დღესაც ამ ტიპის ეჭვებს ვისმენ, რომ ეს არის დახურული პარტიული ნომენკლატურული სისტემა, რომელიც იქმნება სტრუქტურული გოლებისათვის. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ეს იქნება სტრუქტურა, რომელიც პირდაპირ მიზნად ისახავს ადამიანებისათვის სრულყოფილი სერვისის მიწოდებას და იმ ამოცანების შესრულებას, რომელიც ზოგადად გამგეობას აგისრია. ხედავთ ამ დღეების განმავლობაში უკვე დედაქალაქის მთავრობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია და ურთიერთობა საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. მე მაინტერესებს თქვენ როგორც უკვე დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენელი, როგორ წარმოგიდგენიათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა? ნამდვილად შეკითხვისათვის მე მინდა დავაფიქსირო, რომ ალბათ არავისათვის არ არის საიდუმლო, რომ ქვეყანაში რეალურად არსებობს კვალიფიციური კადრების დეფიციტი. არსებობს, გინდათ ასე ვთქვათ, გინდათ ისე, არსებობენ კადრები, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ბარიერის ორივე მხარეს, რომლებსაც გააჩნიათ საკმარისად დიდი კვალიფიკაცია, გამოცდილება, მაგრამ ეს რესურსი დღემდე იხარჯება ერთმანეთს შორის ბრძოლაში. ეს რესურსი იხარჯება უფრო მეტი დროისა
იხარჯება იმაში, რომ დაამარცხონ ერთმანეთი, მოუგონ ერთმანეთს პოლიტიკური პოლემიკა და შესაბამისად ის საქმე, რომელსაც რეალურად ჩვენი მოსახლეობა ელოდება, არის დარჩენილი ღიად და ამაზე მე მეჩვენება რატომღაც არ ვიცი, შეიძლება ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამაზე დღეს არავინ არ ფიქრობთ. აქედან გამომდინარე მე მიმაჩნია, რომ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს კოჰაბიტაციის პროცესი, რომელიც ბოლო პერიოდში იმდენად საქილიკო სიტყვად იქცა, რომ მისი არაერთგვაროვანი განმარტებების მოსმენამდეც კი დავედით, მაგრამ ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა და დღეს მე გამოვდივარ ახალი ინიციატივით, მივმართავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად გახლავთ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, რომ ჩემს მიერ გამოყოფილი იქნება ერთი დამოუკიდებელი შტატი, სადაც დავნიშნავ ბატონ დავით უსუფაშვილის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას, რომელიც იქნება გამგეობის მუშაობის პროცესის თანამონაწილე, გამგეობის მუშაობა იქნება სრულიად გამჭვირვალე და ნებისმიერი პრობლემის სათავე. ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, რომელი პოლიტიკური ძალისგანაც, ეს იქნება საზოგადოებისათვის სააშკაროზე გამოტანილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მე შეხება მიწევს უამრავ გაჭირვებულ ადამიანთან. ამ ადამიანებისათვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იქნება მისი ხელისუფალი, რომელი გვარისა და სახელის მქონე ადამიანი იქნება წარმოდგენილი ამა თუ იმ თანამდებობაზე, ამ ადამიანისათვის მნიშვნელობა გააჩნია, რომ მას ყავდეს პასუხისმგებელი ხელისუფლება. პასუხისმგებელ ხელისუფლებას მე მოვიაზრებ, რომ მათ შორის უნდა შეეძროს ურთიერთშორის თანამშრომლობა და იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც ზოგადად ქვეყანაში არსებობს. და რომ შეაფასოთ თქვენ როგორც უკვე საბურთალოს გამგებლის ამპლუაში რა გაკეთდა რაიონისთვის ამ პერიოდის განმავლობაში და რა ძირითადი პრობლემები არსებობს ახლა ამ რაიონში, რა საჭიროებები არის მოსახლეობებში ძირითადად, რომელზეც იქნებით ფოკუსირებული ძირითადად. საჭიროებები ნამდვილად დიდია, რა თქმა უნდა გაკეთებული ძალიან ბევრია იმასთან შედარებით რაც იყო და წლების მანძილზე ამის დინამიკა სახეზია, მაგრამ ის რომ ადამიანებს დღეს პრობლემები გააჩნია, ამაზე მეტყველებს ყოველდღიური ფოსტა, რომელიც ჩემთან შემოდის. ეს არის ძირითადად სოციალური პრობლემები, აქ არის ჯანდაცვის საკითხები და მე ვფიქრობ და ვარაუდობ, რომ ბატონ დავით უსუფაშვილთან თანამშრომლობის გზით მე შევძლებ დავარწმუნო ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ დაფინანსება, რომელიც შეუმცირდა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს, ეს არ არის დაფინანსება, რომელიც შეუმცირდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, ეს არის ის აუცილებლობა, რაც ჭირდება ადამიანებს და მე სწორედ ამიტომ ჭირდება ბატონ დავითის წარმომადგენელი, რომელიც მიზანშეწონილობას ყოველივე ამისას დაადასტურებს ჩემთან ერთად და რა თქმა უნდა ჩვენ შევძლებთ ამ საკითხების მოგვარებას. მე 2 დღის უკან ვიყავი ერთ-ერთ ოჯახში მისული, სადაც ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვი ვნახე და ის ითხოვდა საკმაოდ მოზრდილ დაფინანსებას. ჩვენ ამ ტიპის დაფინანსებების გაცემის საშუალება შეზღუდული რესურსების გამო არ გაგვაჩნია, მაგრამ წერილი შინაარსიდან გამომდინარე მე გავუშვი მოკვლევის ჯგუფი და ადგილზე გავეცანით ვითარებას. რომ არა ჩვენი დროული რეაგირება და რომ არა ჩვენი ჯგუფის დროული მისვლა, მე სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ სავალალო შედეგი გარდაუვალი იქნებოდა. ასეთ ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან ბევრი ოჯახი, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც გახდება პოლიტიკური ჭიდილისა თუ შოუს მსხვერპლი. ამიტომ დავანებოთ ამ გაუთავებელ შუღს თავი, მოვძებნოთ გზები პროფესიული ურთიერთთანამშრომლობისათვის, მიუხედავად იმისა, ჩვენ მოგწონს პიროვნულად ერთმანეთი, არ მოგწონს თუ ასე შემდეგ, ჩვენ ამას გვაკისრებს ჩვენი თანამდებობრივი ვალდებულება და ის ვალდებულება, რომელიც ხალხის წინაშე თითოეულ ჩვენთაგანს გაგვაჩნია. ამის რესურსები რა თქმა უნდა არსებობს ყოველთვის, როცა ამის საჭიროება იქნება. დღეს დილით ასევე მე გახლდით გასული, დღეს იცით რომ საკმაოდ ძლიერი ქარია და ვნახე ასევე შემთხვევები, როდესაც ადამიანები საჭიროებენ დახმარებას და ჩემი მოადგილეები უკვე ადგილზე არიან გასულები და ამ ტიპის დახმარებების გაწევა ეს იქნება ყოველდღიური აუცილებლობა.
მაგრამ თავარი ამოცანა ეს არის ის, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი გადაწყვეტილება დავთანხმებოდი აი ამ პოზიციაზე, ეს არ არის წმინდა სამეურნეო ფუნქციები. მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო, როცა თვითმმართველობის უფლებამოსილება იყო შეზღუდული და თითოეულ თანამშრომელს არ ქონდა იმის საშუალება დაუშვათ მიეღო ხმამაღ ან მოეთხოვა გარკვეული შინაარსობრივი გადაწყვეტილებების მიღება. მე ვაპირებ, რომ თითოეული პრობლემა, რომელიც გამოიკვეთება ყოველდღიური მუშაობის დროს, საკმაოდ ხმამაღლა იქნას გაჟღერებული და იმავდროულად მინდა მიმართო ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელს. არ არის ჩვეულებრივი ვითარება ის რეჟიმი, რაშიც თვითმმართველობის წარმომადგენლები მუშაობენ. წარმოიდგინეთ დღეს ჩემი მოადგილეები და ეს არ ეხება მხოლოდ მაღალი რანგის თანამდებობის პირებს თვითმმართველობაში, ეს შეეხება ნებისმიერ ადამიანს, ყოველ კვირა დადიან საგამოძიებო ორგანოებში და ისინი აძლევენ ჩვენებას სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. ეს პროცესი უნდა დროულად დასრულდეს. უნდა გამოიკვეთოს ვის მიერ იქნა შეცდომა დაშვებული, უნდა გამოიკვეთოს ერთხელ და სამუდამოდ ვინ ჩაიდინა დანაშაული და ამ ადამიანებს უნდა მივცეთ რეალური მუშაობის საშუალება. ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური განცდა, როდესაც ის ადამიანი ფიქრობს, რომ დღეს უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში, ძალიან ნაკლები დრო რჩება მას იმაზე საფიქრალად, როგორ მოაგვაროს დაუშვათ მოსახლეობის პრობლემა. აქედან გამომდინარე, ესეც არის ობიექტური აუცილებლობა და არა ვინმეს კაპრიზი, რომ გამოძიების ორგანოებმა დროულად დაასრულონ მუშაობა, ყველაფერს დაერქვას თავის სახელი და ჩვეულებრივ ადამიანებს, რომელსაც არანაირი წვდომა ჩემის ღრმარწმენით არ ქონდათ ქვეყანაში პოლიტიკური ამიდის შექმნასთან და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებასთან, ესენი არიან გამგეობის ჩვეულებრივი თანამშრომლები, მათ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ შეასრულონ თავიანთი ფუნქციები. მადლობთ. დიდი მადლობა. დღეს რომ ახლა იცით რა, მე ეს სიტყვა სრულიად უადგილოდ მიმაჩნია ამ ტიპის შეფასებები, რადგან მე დღეს ამ წუთას ხელში მიკავია ამერიკის ერთ-ერთი სერიოზული უნივერსიტეტის მოწვევა, რომელიც 6 თვიან პროგრამას ითვალისწინებს და ამ პროგრამის გავლის შემდეგ მე მექნება საშუალება აბსოლუტურად სერიოზული მიმართულებით გავაგრძელო მუშაობა. პირადად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ ვინმეს აწუხებს ის, რომ გიახუროშვილის დასაქმებისათვის ან საპატიო პენსიისათვის იყო ეს თანამდებობა გამოყოფილი, ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ამისათვის, მათ შეუძლია ჩახედოს ჩემს ბიოგრაფიას, მათ შეუძლია ჩახედოს ჩემს განვლილ ცხოვრებას და შეუძლიათ აბსოლუტურად დარწმუნდნენ, რომ მე ამის აუცილებლობა და ჩემს წინაშე ამ ტიპის დასაქმების ვალდებულება არავის არ ქონდა. ასევე მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული გამგებელი იტყვის თავის სათქმელს და რეალურად ამ შეფასებებს როცა ვაკეთებთ, ცოტა ფრთხილი უნდა ვიყოთ, რადგან აქ დგას კონკრეტული პერსონების ავტორიტეტი და შესაბამისად მე ამ შენიშვნას ვერავისგან ვერ მივიღებ.